მოკლედ ვიღვიძებ გუშინ დილა რა, მაგრამ მზეა უკვე და თან ეს მზე რაღაცნაირია რა, მგვალია და დიდია რა, თან ცხელი. ჩემი კატაც ჩემ გვერდზე ზის და მზეს ეფიცხება. ზის რა, დგას ორ ფეხზე. და უცებ გადმოხედა და მეუნევა. მე შენგან კაცი არ გამოვა, მეთქი შეახვარო, შენ თუ დღეს კორმი გაღირსო, მაგასაც ნახავ რა. ეს მეუნება არ მაგირსებო და ნახავ საწოლზე თუ არ დაგიფსაო. კაი მეთქი შენ მოიგე რა. გავედი აივანზე მეთქი მანქანას გადავხედო ხო არ დამესეთყვა. გავედი გარეთ და რას ვხედავ, მანქანა არ არის რა. ან ვაფშე არ არის მანქანა. სახეზე გავფიქრდი ფერი გადამივიდა შემოვარდი ვიცი კალენდარს. პატარა Google-ის კალენდარი მიკიდია კედელზე, ჩავიხედო მეთქი რა ხდება. ხედავ 2025 წელია. უცებ დავიანგარიშე ჩემთვის რა მეთქი ხა 2028-მდე ვალებს იხდი 2029-ში მანქანას ვყიდულობ. კაია, მაგრამ 4 წელია ხო კიდე იქამდე და უცებ დავიგურზე რა მეთქი ხა 4 წელი რა იბის ახლა ფეხი. იქ მარშრუტკა მეტრო რაღაცები. მაგარს ხასიათზე დავდექი. და ამ დროს კარზე ზარია, გავიხადე ჩემი მეზობელი. მეუნეო შენგან წყალი ამომდისო რა. და მე მეუნები მექვევითა ვარ შენზევითი ხარ წყალი როგორ ამომეს? კაი ხარ გინდეს კრილოვის გაყრებიო. კარების ხვერტი მომიჯახუნა და სახში შევიდა. ეხლა გარეთ დავრჩი. თარს მანქანა არ ყავს. სახში ვერ შევდივარ და გავუკითხო. მეთქი შეყვარებულთან წავა. მაგრამ შეყვარებულთან ესე ხელსარიელი ხო ვერ წავალ არა რაღაცა ფული მინდა. ფული არა მაქვს. რა უნდა დავიწყო? სამსახური უნდა დავიწყო და ავდექი წავედი სამსახურში დასაუბრებაზე. ესე ეჩარი მეუნება შენ რა მაგარი სულელი ხარო რა. ხო და კი სულელი რატო არ მეთქი და ვარავი შენ ისტორიაო და რა გასაუბრებაზე მოდიოდიო. პირდაპირ ხელფასის დღეს მოსულიყავი არ გერჩინაო. მეთქი რა მაგარი აზრია. ავდექი. აბა მეთქი წავედი რა და ხელფასის დღეს მოვა. აგა მოგავდიოდი ამ მეჩარმა მომაძახა. აყვანილი ხარ ორშაბათ სამსახურში მოდიო. ხო გამოვედი. ეს ხელფასიც დამერიცხა. SMS მოვა, ხელფასი ჩარიცხულია. ეხლა ფული კი მაქვს, მაგრამ რაღაცა დილემის წინაშე ვარ რა. ან ყვავილები უნდა ვიყიდო და შეყვარებულთან წავიდე, ან კორმი ვიყიდო და კატას მიუტანო, იმიტომ რომ ლოგინზე არ მინდა დამიშეს და თან მინდა რომ დავამტკიცო რომ ჩემთან რაღაცა გამოვა, ხო? თან ეხლა კატას ვერ შევცვლი რა და შეყვარებულს მომენტ შევცვლი რა, არ შემიცვლია თუ რა და ავდექი წავედი ზოომაღაზიაში. ფათაშორის რომელიმე ზოომაღაზიას ფული რომელიც ავიტყოდი რომელ ზოომაღაზიაშიც ვიყავი, მაგრამ ეხლა საინტერესო არ არის. ვიყიდე კორმი, მივედი სახში და ეხლა ეს კორმი დავმალე რა, სუპერ მიჭირავს. და კატას ვეუნები. აბა ეხლა რა გაგისწორდებოდა მეთქი რა. ხო და რავი კორმი გაასწორებდა რა. 3 დღე ისედაც ხმელპურს მაჭმევა აღარ შემიძლიაო. მეთქი აჰა შენ კორმი რა გაუსწორდა აი ყირაზე გადავიდა იქ გაუხარდა და ეხლა მეც მინდა რომ რაღაც პატივი შეეო ეს არ მინდა დავრჩებო და შენ რას ისურვებდიო და ეხლა კატა რა უნდა ვიშოვო და მეთქი რავი ჩემ გვერდს თუ გამოიწერ გამისწორდება მეთქი და მე ძლიერი დამოუკიდებელი კატა ვარო რა და მე რავი მეთქოსა ვისი გვერდი უნდა გამოიწერო და ვისი არაო მეთქი აი რა დაგიშარო შენ რა ჩემი ყოფილი ლაპარაკო რა იყო მეთქი კაი მაშო ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზავიწყო ეს კლოვანია მეთქი მე ვაფშე ვაჟამ ერჩივნა მაგრამ რავი ხა შოთასაც არ აუშავს რა ხა იმას ხო ჯობია წეღარაც მითხარი მეთქი რა ხო და რავი თუ აქამდე უყურეთ და ისევ აქ ხართ მაშინ მოიქნებით ჩემი კატა ჩემი გვერდი გამოიწერეთ და დავით კომენტარებში მანიშნეთ რამე თუ მოგეწონა